შენ რო დაიწყებ, სანამ დაიწყებ, მოგესალმებით თქვი. მოგესალმებით. დავიწყე? მოგესალმებით, ეთერშია საინფორმაციო გამოშვება Zoom 12 საათზე. მისი წამყვანები მიხეილ კილაძე და ლუსი მოგელაძე. მოგესალმებით. იტალიაში დაღუპულ მამა ილია კარტოზია სამების საკათედრო ტაძრიდან მცხეთაში გადაასვენეს. სასულიერო პირს მცხეთაში იმავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ, სადაც წლების განმავლობაში მსახურობდა. საქართველოს პრეზიდენტმა მამა ილია კარტოზია სამაგალითო თავდადებისთვის, გმირობისთვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისთვის ორდენით დააჯილდოვა. ალემა მირცხულავა დეტალებით სამების საკათედრო ტაძრიდან. 28 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ადრიატიკის ზღვაში მცურა გემს ცეცხლი გაუჩნდა. 28 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ადრიატიკის ზღვაში მცურავ გემს ცეცხლი გაუჩნდა. ნორმან ატლანტიკზე 422 მგზავრი იმყოფებოდა. აქედან 8 ქართველი, რომლებიც ბარში წმინდა ნიკოლოზის საფლავზე მიდიოდნენ. სასულიერო პირმა, რომელიც 27 წლის იყო, საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვას შეუნარჩუნა სიცოცხლე. ბოლო სამაშველო ნავი, სადაც გემზე დარჩენილები გადაჰყავდათ, ძალიან ჩქარობდა. თვითმხილველების თქმით, კიევის საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. დონეცკში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული 37 წლის ქართველი ჯარისკაცი თამაზ სუხიაშვილი კიევში გადაასვენეს. უკრაინაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ოჯახს ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენენ და სამძიმარს უცხადებენ. საკონსულოდან ჩვენი ჟურნალისტი თეონა ბჟალავა ჩაგვერთვება. თეონა, ცნობილია თუ არა, როდის გადმოასვენებენ ქართველი ჯარისკაცის სხედარს საქართველოში? მისია 93 ბატალიონის მეორე ბრიგადის მე-6 ასეულსა და რუს ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა. დონეცკიდან დასახლებული პუნქტიდან უნდა გამოიყვანათ დაჭრილები, საიდანაც 3 დღის მანძილზე ვერ ხერხდებოდა დაზარალებულთა გამოყვანა. შეტაკების დროს გარდაიცვალა 1 ადამიანი, 3 კი დაიჭრა. დაღუპულის ოჯახის წევრებს, სადაც დაღუპულის დედა, გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი განსაკუთრებული პატრიოტიზმით გამოირჩეოდა. მას უკრაინაში ყავდა მეგობრები და თანამებრძოლები და იგი იქ ყოფნას აუცილებლად მიიჩნევდა. ასევე იხსენებს თავისი ძმა თუ როგორ ელაპარაკდნენ მას სკაიპის ბოლოს და გარდაცვლილი ითხოვდა, რომ ყველა ერთად ენახა, რადგან არ იცოდა ბოლოს როდის დაუკავშირდებოდა მათ. ასევე გარდაცვლილის ბიძა ბონდო ტაბიძის განცხადებით, გარდაცვლილი სამხედრო ბაზაზე უკვე გადაყვანილია, უტარდება შესაბამისი პროცედურები და შემდეგ მას საქართველოში ჩამოასვენებენ. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება გარდაცვლის Facebook-ის მეშვეობით და ამბობს, რომ იგი მართლაც რომ გმირია, იგი იბრძოდა ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის. გარდაცვლილი 37 წლის რამდენიმე დღეში გახდებოდა, მას მონაწილეობა მიღებული აქვს 2008 წლის ომში და ყავს გარდაცვლილის 2 შვილი. და გარდაცვლილს ყავს 2 შვილი, მისი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაშია. გარდაცვლილს სავარაუდოდ 2 დღეში ჩამოასვენებენ და ქართველი ჯარისკაცები ისევ განაგრძობენ უკრაინაში ბრძოლას. საგარეო სამინისტრო უკრაინას მოუწოდებს სიტუაციის დასტაბილურებისა და მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით კონფლიქტის ზონიდან ტანკები და არტილერია გაიყვანოს. მარიამ ბედინაძე დეტალებით. რუსეთი უკრაინას კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანისკენ მოუწოდებს. მტკიცედ მოუწოდებს მხარეებს, რათა გაიყვანონ კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკა, რადგან ამას კვლავ არ მოყვეს უდანაშაულო მოსახლეობის მსხვერპლი, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ხოლო პუტინმა პოროშენკოს გაუგზავნა წერილი, სადაც არტილერიის გაყვანის შესახებ გეგმაზე იყო საუბარი. ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრი 20 იანვარს შვეიცარიაში გაემგზავრება. თემაზე ვრცელად ჩვენი კორესპონდენტი ქეთი ბილანიშვილი მოგვიყვება.
საქართველოს დელეგაცია უკვე შვეიცარიაში იმყოფება, ირაკლი ღარიბაშვილი დაოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას. ფორუმი რამოდენიმე წუთში დაიწყება, რიგით 45 სესიას პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრებიან. მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში, სადაც განისაზღვრება ეკონომიკური პრიორიტეტები მომავალი წლის. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ასევე ქვეყნის პირველ პირებთან პირისპირ, ასევე ღარიბაშვილი გეგმავს შეხვედრას ცნობილი კომპანიების, წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან, ხოლო ფორუმის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი დაესწრება ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის კერძო მიღებასა და სადილს. ეს 19 იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. უკვე 7 წელია, რაც პატრიარქი ყოველი მესამე და მომდევნო შვილის ნათლია ხდება. შეგახსენებთ, რომ ეს ტრადიცია 2008 წლის იანვრიდან პატრიარქის ინიციატივით დაიწყო და დღეს უკვე რიგით 38 ნათლობის რიტუალი აღესრულება. სამების საკათედრო ტაძრიდან ჩვენი კორესპონდენტი მარიკა არღულიანი გვერდება. მარიკა, დაიწყო თუ არა ნათლობა და რამდენი ბავშვია რეგისტრირებული ნათლობაზე? ნათლობა ჯერჯერობით არ დაწყებულა, თუმცა 1000-ზე მეტი ბავშვი გახდება დღეს პატრიარქის ნათლული. ეს არის რიგით 38 ნათლობა და ის წირვის დასრულების შემდეგ დაიწყება. პატრიარქი საჩუქრად თავის ნათლობის მოწმობასთან ერთად ჯვარსა და საშობაო ეპისტოლეს გადასცემს. დაახლოებით 8 საათისთვის იგი უკვე თვითონ მობრძანდება სამების საკათედრო ტაძარში და თავის ნათლულებს დალოცავს. დღეისათვის სრულიად საქართველოს მასშტაბით პატრიარქს უკვე 22000-ზე მეტი ნათლული ყავს, ხოლო ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ყოველი მესამე და მომდევნო შვილები არიან. როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს ტრადიცია, ანუ ეს ინიციატივა მომდინარეობს 2008 წლის 19 იანვრიდან პატრიარქის ინიციატივით, რაც საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გამოშვებას დღის სხვა სიახლეებით განვაგრძობთ. ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენა მწვანე კვირეულის ორგანიზატორები აფხაზეთის სტენდის დაშვების გამო ბოდიშს იხდიან. დეტალებით სანათა ბესელია. საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში სოფლის მეურნეობის გამოფენაში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მონაწილეობას უარყოფს. გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურიას თქმით არსებობს სტენდის ფოტო, თუმცა ეს კერძო ინიციატორების მიერ შექმნილი დახლები არის. დახლები არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია ამ ღონისძიებაში დარეგისტრირებული არ ყოფილა, თუმცა მცდელობა იმისა, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიეღოთ, უშედეგო აღმოჩნდა. ის პირთათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტი შეიქმნება, რომელიც იუსტიციის სამინისტრო მოამზადა. კოდექსის მამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ბავშვთა საქმეებს განიხილავენ და გამოიძიებენ. თემაზე უფრო ვრცლად ჩვენი კორესპონდენტი ნანა ქიტიაშვილი ისაუბრებს. ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-40 მუხლის სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ შექმნას სპეციალური ინსტიტუტი, რომლებიც 18 წლამდე მოზარდების საქმეებს განიხილავენ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალ კოდექსს 20 იანვარს სასტუმრო რედისონში განიხილავენ. სხდომაზე საბჭოს წევრებთან ერთად ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი არასამთავრობო ორგანიზაციები. შეგახსენებთ, რომ 18 წლამდე ეს სასამართლო თავმჯდომარეობის კანდიდატი ერთ თვეში უნდა დაასახელოს და პარლამენტმა აირჩიოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უმრავლესობამ უკვე რამდენჯერმე ჩააგდო გიორგი მარგველაშვილის მიერ დასახელებული მოსამართლეობის და CSKO-s წევრობის კანდიდატები, არ არის გამორიცხული პრეზიდენტი და პარლამენტარები უზენაესი მოსამართლის კანდიდატურაზეც ვერ შეთანხმდნენ. ვინ არიან სავარაუდოდ კანდიდატები და რა სურვილი ამოძრავებს საპარლამენტო უმრავლესობას? სოფიო გურჯიძე პარლამენტიდან ჩაგვერთვება. რუსეთის ფედერაცია და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის სამოუკავშირო ხელშეკრულება სავარაუდოდ თვის ბოლომდე დაწერენ ხელს. ამის შესახებ 29 დეკემბერს ცხინვალში ვიზიტით მყოფ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სუროკოვმა ისაუბრა.
თბილისში, ისევე როგორც დასავლეთში არ ცნობენ ხელისუფლების ლეგიტიმურობას და